ესე უნდა ვტოვებდე ხა ამას? ეს სეზონი იქნება განსაკუთრებული. სალამი! როგორ ბრძანდებით? მოკლედ, ეხლა მივდივარ ზიკოსთან. პატარა ვიდეო დავამზადე Facebook-ზე გასაშვებად. აქედან მერე წავალ MK-სთავში, გარაჟი 31-ში. ამის შემდგომ კი GoPro Club Georgia-ში დავაბრუნებ ჩაფხუტს. ეს არის დღევანდელი გეგმა, ძვირფასო მეგობრებო, ახლა კი გავიშურე ბატონი ზიკოსკენ. რაშევი ზიკო მუშაო? მუშაო და არდებს რა, არაფერს არდებს. აი ესე მუშაობს. ოჯახს არ ეუბნება. ბიჭო, კაი სეზონი უნდა იყოს, იმიტომ რომ ხოიზი აპრილ-მაისში მაინც ირევა, ტვინი ირევა და ცოტა კაი ხასიათზე დგები და მე მგონია რომ კაი ხასიათით გაქვს ყველაფერი დაწყებული და მოუხდება ეგ ყოველივე. აკომი ესალმე ხალხებს. გამარჯვებები. ერთი პლუსი კი აქვს მანქანას ის. ეს რომ მასე დაგიჯდება ძმაკაცი გვერდით და ვილაპარაკებ შვიდად ყვირილის გარეშე. Короче, 8 რიწვიმოს დღეს. წავშლი ვაფშე აპლიკაციას. რაკია. ამინდის აპლიკაციას ამოვშლი iPhone-იდან. და უჩივლე. დღეს 8 რიცხვი. მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვთხოვ. ახლა გაგაცნობთ მეგობრებო იმ მაღაზიას, რომელიც გვერდით უდგას მოდკასტს. საიდან აქვთ მაგის საშუალება, რომ გვერდით უდგას მოდკასტს? ხედავთ უკვე აქ. ესეთი ლამაზობებია. მისამართს რაც შეეხება ენუქიძის ქუჩაზე არის ბოდიში და აფრიკაში. გარაჟი 31 რო ჩაწეროთ Google Maps-ზე მეგობრებო, სხვაგან არ მოგიყვანთ აქ. რა თქმა უნდა, ონლაინად შეიძლება დათვალიერება ყველაფრის წინასწარ დარეკვაც შეიძლება სახელოსნო თუ გჭირდებათ რომ ჩაეწეროთ. მაგრამ ჯობია მოხვიდეთ. ბევრ საინტერესო მოტოციკლეთს ნახავთ. ეს მინიმუმ კარხალს გაიცნობთ და ნუ old school-ი რა, პირადად მოაგვაროთ, საქმეები ჯობია. დავაბრუნე ჩაფხუტის. ძალიან ცოტა ხნით ოღონდ. შემდეგ გადაგება რამოდენიმე დღეში მაქვს. ეხლა უბრალოდ ბიჭებს სჭირდებათ რაღაცა მოვისა ავტო დრაგია თუ დრიფტია თუ რაღაცა. დრაგი დრიფტი ყველაფერი ყოფილა და იქ სჭირდებათ ჩაფხუტები და GoPro-ები, ის პრობლემა კი არა აქვს, მაგრამ ჩაფხუტები არ არის იმდენი, რამდენიც საჭიროა. პროდუქციას აქაც გაჩვენებთ მეგობრებო. მოტოსთვის თუ რამე გჭირდებათ, რავი და გადასაღებად და რავი. საინფლუენსეროთ იდეალური რაღაცები აქვთ.
ხო და რაც შეეხება ამ რაღაცების დამაგრებას ნებისმიერ რამეზე აქ ხელით დამზადებული რაღაცებიც აქვთ, ან გადაკეთება, ან გადმოკეთება თუ გჭირდებათ, მოხვალთ ლევანის იკითხავთ, ეტყვით პრომოკოდს დამეხმარე. და უცილებლად დაგეხმარებათ, ნებისმიერ რამეს შეუძლია 600 კუთხეც შეუძლია მოარგოს ესეთი რაღაცა, ერთი ცალი. ისე მიშკურგოს, მოშკურგოს, შეაცხელოს, მოღუნოს, მიღუნოს. ყველაფერი შეუძლია ძალიან გემრიელად და ლამაზად ქარხნული გეგონებათ ისე აკეთო. აი ესეთი გლუშაკით ნამდვილად არ გამოვა შემდეგი ეპიზოდის გადაღება, ასე რომ აი ესეთ ამინჩი მაინც მომიწია მოტოციკლეთით. ნახეთ მდგომარეობა. ოპა! შანგები, გადამძვრალი ეს თერმობინტი. გუშინ მეგონა მოურჩი ვლოგს მეთქი. დავამონტაჟებ ხო მერე როცა დაიდება უკვე პოდკასტის ეპიზოდი ხო, არა. ვლოგი უნდა გაგრძელდეს. ჩემი ახალი საჭერო შევიმჩნიოთ თუ შეიძლება რა. თუ შეიძლება ეს პრიალობა, ეს სექსუალურობა რომ შევიმჩნიოთ თუ შეიძლება რა. ეს ფერიფერზე როგორ მიდის, ესეც რომ შევიმჩნიოთ თუ შეიძლება. ოპციაშვილი ვიყო.
მაყუჩიც გაკეთებული არის. ლამაზმანობა. მოკლედ მე მგონი დაუსრულებელი ვლოგი გამოდის და მთელი წლის ვლოგი უნდა დავდო ბოლოს ისე გამოვა. დილა მშვიდობის დღე მესამასე. ეხლა მივდივართ მე და ბატონი ზიკიტო. პატარა უნდა წავიმუშაოთ და შემდეგ უკვე ჩემი გადაღება. პოდკასტის გადაღება გვაქვს დღეს. დღეღან დამირეკეს სანამ სახლიდან გამოვიდოდი. ძმაკაცებმა ქუთაისში მიდიან ძმების დაბადების დღე არის, მოტოციკლეტებით მიდიან. იქაც რაიც აპირებენ. მერე კარგ მოლხენას ვერ წავედი. რაუქნა. ხოდა დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს უყურებთ. ბიჭებოდა. კი ნახავთ, რატოც ვერ წამოვედი. ზედმეტი თავის მართლებები რო არ დავიწყო. აგერ ბატონო ფაქტები. ესე იგი სკუტის და ამბასადორ ივეთის ერთობლივი ამბავია. ამბასადორზე გამარჯვებულებს ალბათ ყუმარში აჯილდოებენ სკუტერებით. აუ და რა უნდა გაჩვენოთ. ოპა, გამარჯობა როიაო. გამარჯობა. მაგარი მოტო. აქედან კიდე ერთ გადაღებაზე მივდივართ. ისიც სამუშაო ამბავია, მუშაობთ და იქედან უკვე წავალთ პოდკასტის გადასაღებად. აი ეს გმირთა მოედანი რო განაახლეს, მეგობრებო, ალბათ მაგის დამსახურება, ეხა ეს საცობი რო არ არის, ხო? ანუ ხო სწორად მივხვდი. ვეძებ აი ან გლოვოს ან ვოლტის თანამშრომელს, აი ესეთ ენაწყლიას კარგად სასაცილოდ რო იცოდეს ისტორიების გადმოცემა. თავისი ისტორიებით ამ გლოვერობის და ვოლტერობის ისტორიები რო მოყვეს პოდკასტში დავპატიჟებ დიდი სიამოვნებით. აი ესეთ კურიერს რო საინტერესოდ შეეძლოს ამბის გადმოცემა სასაცილოდ. ძალიან გაასწორებდა რა. თუ ვინმე გეგულებათ მირჩიეთ. დავპატიჟებ ავიწერ პოდკასტში და გადავიღებთ ერთ გებრიელ სახალისო ეპიზოდს. ოპა, აქ რა ხდება? ვოლტო, გაიწიე, ვოლტო. შენც მანქანის ძღოლი ხარ ბიჭო, რა შუა გზაში დგები. აუ, სად ვარ, რა ხდება? ბიჭო, რა გზებზე დავდიო, რა ხდება? სად მივზიკო? მოკლავჩი. აუ, შენ ახლა უნდა გელოდო, როდის გაიწევი, ჩემო ძმაო? აუ, იმენა აღმართ ციცა მოშვილია. ბიჭო, ეს რა გაჭირვება მოვიარეთ. მენა 90-იანები ამოვიარეთ, შემიგა.
ეხა ესე უნდა შევიდე? გაგიჟდა? სად მივდივარ? მაგერ კაი ჩამოსაჯდომი გია, არა. სანამ ზიკო მოვა მომენტ შეიძლება გაბოლება. ვა, რა ხედია? მეორე გადაღებაც დავასრულეთ და რამხელ აღმართია მოვიარეჩ. ჯერ ხო ისედაც რა ლამაზად ისმის ჩემი სუნთქვები და ეხლა ხო ვაფშე წარმომიდგენი. მე მგონი ყველაფერს კარგად ვასწრებ. ძალიან უნდა ვიჩქარო. როგორ არ მიყვარს დაგვიანება ბიჭო. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიახ. ეს ის ენდუროა. დაიწყება ჩემი მთასვლელობები.